რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. განსაკუთრებულად მწვავე პრობლემა საქართველოში, გადაუხდელი კრედიტები, სესხები, დაყადაღებული ქონება და პრობლემური იპოთეკა, შეცდომაში შეყვანილი მომხმარებელი, ექსკლუზიური ინტერვიუები, ანალიტიკური ხედვა, გამოსავლის ძიება, რეალური ფაქტები. თქვენ გაქვთ უკეთესი პერსპექტივა. მოგესალმებით, მე ვარ სოფიო ბეროშვილი, რადიო კომერსანტის ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაა აჭარაში იპოთეკით დაზარალებული ტურისტული ბიზნესის და შეღავათიანი სესხების გაცემის პროცესის გაჯინაურება. როდის დაიწყება სესხების გაცემა, როგორ შეიძლება მოგვარდეს არსებული პრობლემები და რაში ხედავენ გამოსავალს ამ საკითხებზე თავად დაზარალებულები ქალბატონი ლალი ზაქარაიშვილი, აჭარის იპოთეკის დაზარალებულთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბატონი მალხას ხარეზი და აჭარის იპოთეკით დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ქალბატონი ლილი მორჩაძე ისაუბრებენ. ასევე მოვისვენთ ადვოკატ აკაკი ჩარგეიშვილის კომენტარს არსებული პრობლემის შესახებ და აჭარის ფინანსთა სამინისტროს განცხადებას. ბოლო ბლოგში კი ლიბერტი ბანკის დირექტორი ბატონი დავით ვერულაშვილი ჩაგვერთვება. იპოთეკით დაზარალებულმა პირებმა პარლამენტის შენობის წინ ტრადიციული აქციები საშემოდგომო სესიის გახსნის პარალელურად განაახლეს. აქციის მონაწილეებმა ტრანსპარანტებით და სკანდირებით ხელისუფლებას ტრადიციული მოთხოვნები შეახსენებს. ისინი გამოსახლების შეჩერებას და დაბალპროცენტიან და გრძელვადიანი სასხებს ითხოვენ. ახლა კი მოვისმინეთ ქალბატონი ლალი ზაქარაიშვილის ინტერვიუ. ქალბატონო ლალი, თუ შეიძლება რომ თქვენი პრობლემის შესახებ მოგვიყვეთ თავიდან, თქვენ ხართ ერთ-ერთი საინიციატივო ჯგუფის წევრი, რომლებიც იპოთეკით არიან დაზარალებულები. თავიდან რატომ შეგექმნათ პრობლემა? დავიწყოთ იქიდან, რომ თელმა საქართველოს მიცის იმის შესახებ, თუ რაოდენიმე სიტუაცია ბანკების, მიკროსაფინანსების და კერძო იპოთეკარების მიერ დაზარალებულ ოჯახებში. დიახ. მოგეხსენებათ, რომ აჭარის მთავრობამ ცენტრალურ მთავრობასთან შეთანხმებით შეიმუშავა მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა. დიახ. მაგრამ მანამდე აქ საუბარი იყო, რომ დავიბარებთ იმ თუნდაც მიკროსაფინანსების თუნდაც კერძო იპოთეკარებს, ვინაიდან და რადგანაც პროცენტები იყო ძალიან მაღალზე წასული, ეს არ მოხდა ეს შეთანხმება, მაგრამ კომისიამ მუშაობა დაიწყო შემოგვივლე მაისის თვეში, დასაწყისში და დაგვიბარეს და მივიტანეთ საბუთები. მოგეხსენებათ, რომ ბათუმში იპოთეკით დაზარალებული ოჯახების რაოდენობა დაახლოებით შეადგენდა 61-ზე მეტს. 2 წელია ჩვენ ვატარებდით ამ აქციებს. ამ 2 წლის განმავლობაში მინიმუმზე დავიდა ეს დაზარალებულთა სია და ჩამოვიდა 60-ზე, რომელიც შეტანილი იქნა ასევე თბილისში, ქუთაისში, პარლამენტში და რა თქმა უნდა ყველგან ამ 2 წლის განმავლობაში. მაგრამ რადგანაც ეს სესხი ითვალისწინებდა ტურისტულ ბიზნესს, ამიტომ ამ 61-დან სულ ბანკს გადაეცა საკმაყოფილებლად 23 ოჯახი. და ამ სიაში რა თქმა უნდა იმყოფება ჩემი ოჯახის, მეც ვიმყოფები და ანუ ამ 23 ოჯახი არის გადახდისუნარიანი, ხო? მე როგორც რა თქმა უნდა, დიახ, კომისია ერთით მუშაობდა და გადაეცა ლიბერტ ბანკს შემდგომი რეაგირებისთვის. დიახ. მაგრამ ეხლა რა ხდება? ჩვენ აქაც ბანკში დაგვიბარეს სათითაოდ, გვირეკავდნენ, მოვიდნენ, გადაიღეს, გადმოიღეს, როგორც იმ კომისიის შემთხვევაში მოხდა იმ ერთვეში და შეაგროვეს ყველაფერი, მაგრამ 3 წელი დავიდაშვილი სეზონი დამთავრდა, სესხი გაუცემელია. თითქმის ყოველდღე ვაკითხავთ ბანკს. დავკითხულობთ რა შეა საქმე. დიახ, და რას გასწავლეთ? თუ იყო ეს ტურისტული სეზონის ხელშეწყობის პროგრამა, აქამდე რატო არ გაიცა? სეზონი უკვე დამთავრდა, ხო? პლუს ამას დავამატოთ, რომ 2008 წლის ომის შედეგად ჩავარდნილმა სეზონმა დაგვაზარალა ჩვენ. ეს 23 ვინც არის ახლა მაქსიაში დაგვაზარალა, იმიტომ რომ მათ ჰქონდა სესხები გამოტანილი, გავაკეთეთ რემონტები, გავაკეთეთ ის მცირე საოჯახო სასტუმროების ზოგს, ბარი ჰქონდა ზოგს, სასადილო ზოგს, ბისტრო და ამ შემთხვევაში ჩავარდა ის სეზონი და გამოიწვია ეს დავალიანებები. ხო, რას პასუხობენ? მივაკითხავთ ბანკს, გვეუბნებიან სამუშაო ბევრია. დაელოდეთ. დიახ. ამასობაში, ამ 3 წლის განმავლობაში პროცენტები მატულობს, ხო, მაგრამ ბანკში გადაცემულ გზაში მითითებულია თანხა იქ მაისში რაც იყო. იმის შემდეგ მოიმარა. ამაზე საერთოდ არავინ არ რეაგირებს, რა იქნება, რა მოხდება? ქალბატონო, ერთი რაღაც მაინტერესებს, ერთი წუთით ეს მინდა აღნიშნო ყველაზე ძალიან ბანკის მიმართება ამ საქმეში. ესე იგი,
ძალიან დიდ გარანტიებს ითხოვენ. დიახ. აი მათი ინტერესები მე როგორც გამოვიტანე დასკვნა არის რომ ითხოვენ ძალიან დიდ გარანტიებს. კერძოდ აი ჩაგერ ჩემს უბანში ცხოვრობს ერთი პიროვნება რომელიც მოხვედილია ამ პროგრამაში აქვს 2 სართულიანი სახლი საოჯახო სასტუმრო რომელიც მინიმუმ $150,000 შეფასებული ეს კერძო სახლი. ეს პიროვნება ითხოვს $35,000 მეც არა. მაგრამ თუნე აი ეს უძრავი ქონება არ აკმაყოფილებს ბანკის მოთხოვნებს და ითხოვენ დამატებით გარანტიას. ანუ ამ ოჯახის შვილს ამსახურებინა და ისიც უნდა ჩადო მაშინ რა ქვია თან დაემატოს ამ 2 სართულიან სახლს. თითქმის ყველა ამ პროგრამაში მოხვედრილი იპოთეკით დაზარალებულებს ხოვენ დამატებით გარანტიას. ეხლა კიდე რა ხდება ქალაქის პირველ ზოლში მხედველობაში მაქვს ძველი ბათუმი სადაც კვადრატული მეტრის $1,500 ჩემს მეგობარის რომელიც მოხვედრილია ამ თეატრში აქვს 3 სართულიანი კეთილმოწყობილი სახლი მეორე სართული არის სასტუმრო 3 ნომრით евро რემონტი და მოთხოვნა აქვს $60,000 ისიც დაზარალებულია ამ 2008 წლის ომის შედეგად მოითხოვეს 3-ვე სართულის ჩადება ეს დახმარების პროგრამას კი არ გავს შვილო ეს გავს ტერორს უფრო ტერორს გადაცემაში რეკლამის დრო ჩვენ ძალიან მალე დავბრუნდებით. რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. ჩვენ ისევ დავბრუნდით ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ბათუმის იპოთეკით დაზარალებულთა ასოციაციის ხელმძღვანელს ბატონ მალხას ხარას და მოვისმინოთ მისი ინტერვიუ. ბატონო მალხაზ, თუ შეიძლება რომ მოგყვეთ თქვენი პრობლემის შესახებ, რა მდგომარეობა არის თქვენ საქმესთან დაკავშირებით და იმ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც მთავრობა ლიბერტი ბანკთან ერთად ახორციელებდა. მოგახსენებთ ესე იგი, რომ ეს ომის შემდეგ პოლიტიკის მოსახლეობას დაგვიგროვდა პრობლემები, ბანკებმა ასე ვთქვათ, დაგვაჯარიმეს, ახალმა მთავრობამ დაგვირდა დახმარება ადომას ძალიან გაიწერა დროში 2 წელი და მოკლედ პირობით ხორციელდება პროგრამა ასე ვთქვათ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროგრამა ესე დაარქვენ საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით ვინც არის მაგრამ ისეთი რაღაცა გამოვიდა რომ აქ დაზარალებულს კი არ ხმარებიან აქ ისე გამოვიდა რომ ვისაც არ უჩეს ვისაც დიდი სასტუმროები აქვს და აგარა ხელის უფრო მოწყობაოდა იმათი დაუნტკიცება ვისაც მართლა პრობლემები ჰქონდა ომის შემდეგ და ვისაც მართლა სახლები გაკეთებული აქვს და აუქციონები მოხდება იმათ არ უმტკიცებენ სესხს ეს ყველაფერი გამოვიდა ტყუილი მთავრობის მხრიდან და არ ვიცი მოკლედ დაამშვიდე მდგომარეობა უაქვს რა ოდის 2 წელი ტყუილი და გრძელდება ტყუილი და ამას ძალიან ცუდი ის მოყვება შედეგი რამოდენიმე დღეში დაიგებთ ალბათ მე ახლა არაფერს არ ვიტყვი რა ჩვენ ასევე გავესაუბრეთ ქალბატონ ილი მორჩაძეს, რომელიც გახლავთ აჭარის იპოთეკით დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, მოусმინოთ ქალბატონ ილის. ქალბატონ ილი, თუ შეიძლება რომ გვესაუბროთ არსებულ პრობლემებზე, იპოთეკით დასატვირთი პარტიის ბევრად ნაკლებად შეფასებაზე ვიდრე მისი რეალური ღირებულება არის. თქვენ საუბრობთ პირად საუბრებში ჩემთან ამ თემასთან დაკავშირებით და ასევე პრობლემა არის სესხების გაცემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ სეზონი ფაქტიურად უკვე დასრულებული არის. რაში ხედავთ გამოსავალს და რა პრობლემები არის ამ პროექტთან დაკავშირებით თუ შეიძლება რომ გითხრათ? გეტყვით, გამარჯობათ, მოგესალმებით სიყვარულს, ხარა შეეცადე ნამდვილად სეზონი დამთავრდა. ძალიან ნაბიჯანები არის, მაგრამ იმასე შედარებით თუ შევადარებთ რომ ვიკევიტად ველოდებოდით, ამას ალბათ გაჭირებული ხალხს ეკიდებოდა ყველაფერი მისაღები გახდა ჩვენთვის. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ჯერ დავიწყეთ იმაზე, რომ შეფასებები არის ძალიან პატარა. შეფასებები რითიც მინდა პირადად ჩემზე ალბათ პირველ ზოლში და შეფასება მოხდა $700. ეხლა რითიც მინდა რომ შეფასება არის ძალიან პატარა. даже კომერციული ბანკები რომელმაც შეფასება გააკეთა არცერთ არ გაუკეთებია ესეთი მცირე შეფასება. ხო და ხალხი ძილებული გახდა რომ დაემატებინათ სახლები იგი რომ ეს მოსამართლე დამატებითი ფართი. ხო და გამოდით ახლა ამ წუთას თუ სიტყვაზე კარგად იმას რასაც კარგად დაიმატება კიდევ ვიღაცის სახი დამატებით რომელიც უნდა დაიკარგოს. ну არ ვიცი ალბათ ეს სახელმწიფოები არის ლიბერტი ბანკის და გინდა გეუბნებიან არა და თავი თავი ზოგადად ხარო იმ პირობებზე დახვდე რომელსაც თავაზობენ.
და რაც შეეხება იმას, რომ გაჩინაურდებიან არ ვიცი რაც არის დაკავშირებული, იმიტომ რომ სეზონური ცეცხლი უწევს, ისინი წელს ვერ გადაერთიან ვერაფერს, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, ბანკი გამოვიდა იმაზე, რომ მომავალი წლიდან დაიწყება იმათთვის გადახდა, მაგრამ არ ამგონია, რომ ეს იმას შეესაბამებოდეს, ალბათ შემდგომში გვეწყვეტენ. ახლა რაც შეეხება პირველ პარტიას, რომელიც გადის, ახლა ჩემთვის ყველაფერი არ არის. პირველი პარტიით დადასტურება მოხდა ცეცხლის და უნდა გავიდე. მაგრამ გრაფიკი როგორ იქნება ჯერჯერობით აღზერავად, იმიტომ რომ ძალიან დადაბული სიტუაცია არის რამხი. რადგანაც შეფასება მოხდა $700, ეს მიწევს ერთი სახლის დამატება და გრაფიკით ალბათ შესაბამისად იქნება ესე, როგორც 9%-იან ცეცხლს შეეფერება. დასაწყისში იქნება ალბათ პატარა და შემდეგ 3 წლის მერე იქნება საკმაოდ დიდი. ჩვენ ვთხოვეთ კომენტარის გაკეთება აჭარის ფინანსთა სამინისტროს. მათ კომენტარს ახლავე წაგიკითხავთ. მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აჭარის მთავრობამ შექმნა კომისია. აღნიშნულ კომისიას განცხადებით მიმართეს დაინტერესებულმა მოქალაქეებმა. კომისიამ შეისწავლა თითოეული მოქალაქის დოკუმენტაცია და 188 მოქალაქის სია მათთვის სესხების დამტკიცების მიზნით ლიბერტი ბანკს გადაუგზავნა. ბანკი თავის მხრივ სწავლობს განცხადებელთა დოკუმენტაციას და სწორედ ამის შემდეგ გასცემს სესხს. ამ ეტაპზე 20 განაცხადი ბანკმა უკვე დააკმაყოფილა, სესხების გაცემის პროცესი ლიბერტი ბანკმა უკვე დაიწყო, განგვიცხადეს ჩვენ აჭარის ფინანსთა სამინისტროში. სტუდიაში სტუმრად გვყავს ადვოკატი ბატონი აკაკი ჩარგეიშვილი. ბატონო აკაკი, დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი. ჩვენ უკვე მოვისმინეთ დაზარალებულების შეხედულებები, გავეცანით მათ პრობლემას. როგორც ხედავთ, პრობლემა ძალიან მწვავეა, საუბარი იყო უამრავ დეტალზე. პირველი რომ სესხების გაცემა იგვიანებს, სეზონი კი უკვე დასრულებულია და სეზონური სესხის აღება, რაც ემსახურებოდა ეს პროექტი, მათი აზრით აზრს კარგავს. მეორე რომ ბანკის წარმომადგენლები იპოთეკით დასატვირთ ფართს იმაზე ნაკლებად აფასებენ, ვიდრე მისი რეალური ღირებულებაა და შესაბამისად ამ ადამიანებს უწევთ კიდევ დამატებითი ფართის ბანკში იპოთეკით დატვირთვა სესხის უზრუნველსაყოფად, ასევე ითხოვენ ძალიან დიდ უზრუნველყოფას თანხასთან შედარებით, როგორც მათ განაცხადეს და ეს პროგრამა ეხმარება მხოლოდ მას, ვისაც შემოსავალი აქვს. ის ადამიანები კი, ვინც დახმარებას საჭიროებენ დღემდე, მათ ასახლებენ. რა შეიძლება გაკეთდეს ბატონო აკაკი, როგორ შეაფასებთ ამ მოვლენებს და აი ამ პროექტს? დიდი მადლობა, მოგესალმებით და პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ახალი, ასე ვთქვათ, დეკადის დაწყება. მადლობა. რადიოს და თქვენს გადაცემებს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა ყოველთვის და ცნობის მოყვარობის მიზნით ამაღლება ძალიან კარგია და გისურვებთ, რომ წარმატებული და ძალიან მაღალი კონკურენტუნარიანი იყოს თქვენი გადაცემა, ისე როგორც ყოველთვის. რაც შეეხება იპოთეკასთან დაკავშირებულ და იპოთეკის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხზე, ვიდრე კონკრეტულად აჭარის საკითხზე გადავიდოდეთ, ჩვენს მსმენელს თავის თავისხადია კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენ იპოთეკასთან დაკავშირებით არაერთხელ საუბრობდით ხოლმე და მუდმივად ვიმეორებდით, რომ ამ საკითხებზე ხშირად მოგვიწევს მიბრუნება, ვინაიდან ეს ძალიან რთული სოციალური თემატიკის და როგორც საბანკო პროდუქტი და ასე შემდეგ და ძალიან ბევრ განმარტებას და წვდომას საჭიროებს იმისათვის, რომ სწორი განათლებულობა იყოს იპოთეკის საკითხებთან მიმართებაში. ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ ეხლა კონკრეტულ საკითხების განხილვაზე რომ გადავალთ, ჩვენ დავინახავთ, რომ რეალურად ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს ინფორმირებულობისა და ზოგადად იპოთეკის რეალიზაციისა, ანუ მისი გამოყენებისა როგორც პროდუქტისა, რას უნდა ემსახურებოდეს ის, რისთვის არსებობს და რატომ წარმოიშვა ეს პრობლემა, რომელიც დღეს რეალობაში ჩვენ გვაქვს და დადგა. პირველი ის, რომ ის რაც მოვისმინეთ, არის ძალიან ცუდი ინფორმაცია და არის ეკონომიკურად სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით ძალიან არასწორი და რატომ? ადამიანები, რომლებიც არიან დაზარალებულები ამ შემთხვევაში, ანუ მათ აქვთ გარკვეული 2008 წლის მოვლენებიდან გამომდინარე და ჩვენ ეს არაერთხელ გვაქვს დანახი და მოსმენილი მით უმეტეს თქვენი ეთერიდან გამომდინარეც, რომ მათ აქვთ კონკრეტული პრობლემა, კონკრეტული ფინანსური ვალდებულებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს ფინანსური ვალდებულებები დაუკავშირდა იმათ, რომ მათ ვერ მიიღეს ტურისტული ნაკადებიდან გამომდინარე, ანუ ის ტურისტ ბრუნვა არ იყო, რაც უზრუნველყოფდა მათთვის იმ ადრე არსებულ ფინანსური რესურსების დაკმაყოფილებას და დღეს დავდექით იმ რეალობის წინაშე, რომ ერთი განვლილი პერიოდი არის დაუკმაყოფილებელი ფინანსური თვალსაზრისით და მეორე ვიღებთ ახალ დამატებით სესხებს იმისათვის, რომ
მიმდინარე საქმეც ვაწარმოოთ და დავაკმაყოფილოთ მიმდინარე ტურისტ ნაკადი და შესაბამისად დავაკმაყოფილოთ ძველი. ანუ ამ ეს ერთი მოდით ასე ვთქვათ, მოცულობის ფინანსური პროდუქტი, რომელიც საკრედიტო დავალიანების ნაწილი იქნება, ზრდის ძველ მოცულობას და იმავდროულად დღევანდელი ბრუნვიდან ანუ დღევანდელი ბიზნეს ბრუნვიდან გამომდინარე, უნდა დააკმაყოფილოს როგორც დღევანდელი მიმდინარე კვების იქნება, ტურისტის მომსახურების, იქ მოგეხსენებათ სარეცხის საშუალება, ძალიან ბევრი რამ ჭირდება ტურისტის მომსახურებისათვის, სერვისისათვის, თავისთავად ცხადია, ამავდროულად ძველიც უნდა დააკმაყოფილოს, ხო, ანუ უნდა აწიოს ახლა რამდენად რთული და დატვირთული არის ეს. ამდენად ეს მდგომარეობა და დამოკიდებულება კიდევ უფრო ამძიმებს რეალურად. სწორედ იმიტომ არის ახლა ბანკის მხრიდან ბანკი კომერციული დაწესებულებაა და ყველა შემთხვევაში როგორი პროგრამაც არ უნდა არსებობდეს მხარდაჭერის სახელმწიფოს მხრიდან თუ ადგილობრივი მთავრობის თუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან ყველა შემთხვევაში ბანკი მაინც შეეცდება თავისი კომერციული ინტერესი დაინახოს აღნიშნულ ურთიერთობაში. ანუ ის პრივილეგირებულია ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ რომ ვერავინ ვერ აიძულებს ბანკს გასცეს ნულოვანი საპროცენტო განაკვეთით რაიმე, იმიტომ რომ ის გადაფარული უნდა იყოს ინტერესთან მიმართებაში. შესაბამისად, ბანკიც ამ შემთხვევაში არჩევს ამ ინტერესიდან გამომდინარე მაქსიმალურად ლიკვიდურ დამოკიდებულებას. ანუ ეს რას ნიშნავს? რომ გასცეს ისეთ დაზარალებულზე, პირობითად ალბათ ან ბჭყალებში დაზარალებულზე, რომელსაც მაქსიმალურად მეტი რესურსი და მეტი საშუალება აქვს, მეტი შესაძლებლობები აქვს და ეს მას მიეხმარება გარკვეული ოპერირებისათვის მიმდინარე საქმიანობაში. თორემ ის რომ სრულად მოვიცვათ ჩვენ 2008 წლიდან გამომდინარე, აქ პროგრამულად პირველ რიგში უნდა იყოს საუბარი ალბათ იმაზე, რომ რა საერთაშორისო პრაქტიკა, რა კანონმდებლობიდან მოცემულობა საქართველოში გაგვაჩნია და როგორ შეიძლებოდა დარეგულირებულიყო ეს ყველაფერი. თქვენ ჩვენ დავინახეთ ნათელი სურათი, რომ დარეგულირება მოხდა ჩაქუჩის პრინციპით, ვინც ვერ გადაიხადა, გავიტანეთ აუქციონზე ყველა ამ ადამიანების თუ ასე ვთქვათ, მესაკუთრეების იპოთეკით დატვირთული ბინები. რამაც ძალიან დიდი ქაოსი შექმნა. ჯერ ერთი პირველ რიგში იმისათვის, რომ იპოთეკით არ უნდა ხდებოდეს უზრუნველყოფა მიმდინარე სეზონის დაფინანსებისათვის ტურისტულ ბიზნესს, რაც უნდა მოემსახუროს. იმიტომ რომ იპოთეკა ეს არის უძრავ ქონებასთან დაკავშირებული კონკრეტული სესხის უზრუნველყოფა, ანუ კონკრეტული სახლებინა, რომელიც სოციალურად სტაბილურობას უნდა ხმარდებოდეს. რაც შეეხება ბიზნესს, პირველ რიგში ბანკებისათვის იყო თუ არა დათვლილი, როდესაც ისინი სესხებს გასცემდნენ იპოთეკით, ანუ ამ შემთხვევაში გამოდიოდა სახლის ჩაგდების მიზნით გავეცით ეს სესხი, იყო თუ არა მათი მხრიდან დათვლილი ის, რამდენ ტურისტზე, რამდენ მომსახურებაზე, რა რესურსზე იქნებოდა, რა შემოსავალს მიიღებდა ამით ის დაზარალებული, რომელიც დღეს გვყავს ერთი და მეორე, რამდენად სწორად იქნა კანონი დაცული. ვინაიდან ჩვენ გვაქვს ასეთ სამოქალაქო ტერმინი არის დაუძლეველი ძალა, მაგრამ საერთაშორისო კანონმდებლობით და ეს აღიარებული პრინციპებით ეს არის ფორს მაჟორი, ეგრეთ წოდებული, შეიძლება ეს უფრო მეტად გასაგები ტერმინი იყოს, რას გულისხმობს? ფორს მაჟორის შემთხვევაში შესაძლებელია გარკვეული ვალდებულებები არ შესრულდეს და ბანკების შემთხვევაში მათ ეს მოგებად არ დაერიცხოთ, დაერიცხოთ ხარჯად და ამის, ასე ვთქვათ, ნეიტრალიზაცია მოხდეს ერთგვარად ან გრაფიკით, ან სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მექანიზმებით, სადაც თავისთავად ცხადია ინიექცია უნდა იყოს როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ანუ მუნიციპალიტეტების დონეზე, იმიტომ რომ ეს მათი მაცხოვრებლები და მათ ტერიტორიაზე ხდება, ასევე ადგილობრივი მთავრობის, ხო? მაგრამ პლუს ამას ჩვენ შეგვიძლიათ ამ ფორს მაჟორთან დაკავშირებულ საკითხს, გარდა იმისა, რომ საერთაშორისო გამოცდილებით უნდა მიუდგეთ და ჩემი აზრით უნდა მიუდგეთ, იმიტომ რომ ევროპის ნაწილია საქართველო, მოქალაქეებმა მოაწერეს ხელი ისეთ ხელშეკრულებას, სადაც არ იყო ეს გათვალისწინებული. მე მინდა გითხრათ ესეთი რამ, რომ აღმასაც ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა, იმიტომ ვამბობ, რომ განათლებულობისა და ინფორმირებულობის დონე უნდა იყოს მაღალი, ვინაიდან ჩვენი სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ანუ საქართველოში მოქმედი სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, რომლის საფუძველზეც ხელშეკრულებები დგება და გაიცემა კრედიტებია, ასე შემდეგ, ჩვენ გვაქვს ხელშეკრულების სტანდარტული პირობები. დიახ. ანუ ძირითადად ეს არის ორიენტირებული ერთის მხრივ მევაჭრესა და ასე ვთქვათ გერმანული კანონმდებლობით რომ მოვიდოთ, მევაჭრე ამ შემთხვევაში არის
უშუალოდ ბანკი, რომელიც ვაჭრობს თავისი ფულით და მეორე შემთხვევა ეს არის უკვე ის დაკავშირებული ამ ხელშეკრულებით არის კონკრეტულად უკვე კონკრეტულ მომხმარებელთან, ანუ ვინც მიიღო ეს საბანკო პროდუქტი. შესაბამისად, ამ ურთიერთობებს თუ კი ის კაბალურია, თუ კი ის გარკვეულ დისკრიმინირებას უკეთებს რაიმე ურთიერთობაში, თუ კი ის ზედმეტად მოთხოვნადია და უპირატესობა და უპირობო პრიორიტეტი ამ შემთხვევაში აქვს ბანკს ყველა საკითხი ისე გამოცვალოს ან შეცვალოს ხელშეკრულების პირობები ან განაკვეთი და ასე შემდეგ, ეს პირდაპირ პროპორციულია იმისა, რომ ამოქმედდეს სამოქალაქო კოდექსში არსებული ვალდებულებები და შესაბამისად ხელშეკრულების სტანდარტული პირობებიდან გამომდინარე მომხმარებელს უფრო მეტი უფლება და სტატუსი მიეცეს ბანკთან ურთიერთობაში. ანუ ბატონო აკაკი, თქვენ გულისხმობთ იმას, რომ აი ეს ადამიანები მაგალითად, რომელიც ქალბატონი ლალი წეღან რომ ყვებოდა მის ასე ვთქვათ ერთ-ერთ ნაცნობზე, რომ მას თხოვდნენ 35,000 ამერიკული დოლარის ოდენობის სესხის უზრუნველსაყოფად ჩაედო გარდა იმისა მილიონნახევრიანი სასტუმროს ღირებულების ქონება სასტუმრო და პლუს ამას კიდევ თავისი საცხოვრებელი ფართი მას შეუძლია გამოიყენოს აღნიშნული კანონი, რომელსაც თქვენ საუბრობთ მოსთხოვოთ ბანკს, რომ არ მოხდეს ასე ვთქვათ მისი უფლებების შელახვა. ამ შემთხვევაში მოდით ისე გავაკეთოთ, რომ ის რაც ისტორიულ წარსულში იყო, ჩვენ თქვით იმაზე, რომ ის იყო არასწორი. დიახ. და ბანკებმა აქ ძალიან თავიანთი ძალა გამოაჩინეს. აი საახსოვრო ფურცლებით, რომელთაც აუქციონზე და ჩაქუჩზე დადგა ამ ადამიანების ბედი. მეორე რაც დღეს ხდება, აქ უკვე იურიდიული ჩართულობა უნდა იყოს მაღალი და უფლების დაცვა. იმიტომ რომ მესმის რომ ეხლა იმ საკრედიტო ურთიერთობებში, სადაც შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში 35,000-ზე არის საუბარი, ეს 35,000 საკრედიტო რესურსი არ ითვალისწინებს თავისთავად ცხადია, რომ მომხმარებლის მხარეს ამ შემთხვევაში ქალბატონ ლალი ვიგულისხმოთ, რომ მის მხარეს შეიძლება იურისტი ჩაერთოს, რომელიც შესაბამის ჰონორარს მიიღებს და ამ კრედიტით იქნეს, ასე ვთქვათ, გასტუმრებული იურისტის მომსახურება. აქ ალბათ ზუსტად პროგრამის აჭარის მთავრობის თუ ზოგადად მუნიციპალიტეტების პროგრამული ნაწილი ის უნდა იყოს, რომ უნდა უზრუნველყოს მათთვის ამ ტიპის იურიდიული სერვისი, რაც გაუიაფებს მათ აღებული სესხის ხარჯს, შესაბამისად ბიზნეს მიცემს საშუალებას, რომ დააკმაყოფილოს მიმდინარე ეს სესხი და ის პროცენტი შესაბამისად გადაიხადოს და ის იყოს მიზანშეწო, წარმოიდგინეთ, 1,500,000 უძრავ ქონებაში იღებ 35,000 დოლარის საკრედიტო რესურსს. ეს არის 1,500,000 ქონება არ არის საკმარისი. და პლუს არ არის საკმარისი და გადავდივართ კერძო ქონებაზე. აი, აბსოლუტური დისბალანსია. მაშინ შეაფასოს შეფასებაშია აცდენა, ანუ არასწორია შეფასება, ან ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე ვდგავართ. აქ მინდა კიდევ ერთი საკითხი დავაყენო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ საუბრობთ ომიდან გამომდინარე, ანუ ფორს მაჟორზე და იმ დარღვევებზე ვისაუბრეთ, რაც ხარვეზულად არ გამოსწორდა. მეორე ნაწილი არის, რომ ეს ადამიანები არიან ფიზიკური პირები. რამდენი წელი შეიძლება ადამიანს, მოდით ესე ნათლად რო შევხედოთ, კონდეს დავალიანება და იყოს მუდმივად ვალის ქვეშ. ანუ ეს ადამიანები ღმერთმანი ყველას უსურვებ დიდხან ცხოვრებას, მაგრამ ამ სტრესის ქვეშ არიან უკვე 6 წელია, ხო? ანუ 2008 წლიდან 2014 წელია დღეს. ბატონო აკაკი, ბოლო შეკითხვა მინდა დააგისვათ, ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და თუ შეიძლება მოკლედ რომ გვიპასუხოთ, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ იმ ადამიანების დასახმარებლად, ვინც ვერ მოხვდნენ აი ამ პროექტში და ამ ადამიანებს დღე-დღეზე ეს ემუქრებათ გამოსახლება. აი ზუსტად მანდავარ, საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებელია გაკოტრების და გადახდის უნარობის შესახებ საქართველოს კანონებში, რათა ვადების შემცირება მოხდეს და ეს ადამიანები მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში არ იყვნენ დამოკიდებული იმ სტრესზე, რომ ვალი აქვს, უყიდიან სახლს, უყიდიან დღეს მთავრობა დაეხმარება ხვალბიძეშვილი, ამას რომ არ კონდეს ადგილი ერთი, მეორე სახელისუფლებო და იმ ინსტიტუციაზე, რაც ჩვენ ახლა ვნახეთ, რომ განაწყელებულები არიან ადამიანები იმით, რომ ერთ კრედიტზე დამატებით მეორე საკრედიტო რესურსს იღებენ და რითი უნდა გაისტუმრონ ეს, აი მანდ ის პროგრამა, რომელიც არის შემუშავებული, არსებითად უნდა იყოს მორგებული იმ რესურსებით და იმ შესაძლებლობებით, რომლებიც რეალურად მიცემს შესაძლებლობას ერთის მხრივ, როგორც ბიზნესი ტურისტული განავითარონ და განახორციელონ ადამიანებმა და მეორეს მხრივ
შეძლონ, რომ გაისტუმრონ, თუ ასე ვთქვათ, გადაფარონ, თუ ასე ის ყველაფერი, რაც მათ გააჩნიათ დავალიანების სახით. ხო, ანუ უნდა მოხდეს ინექცია სწორი, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების დონით თავისი პროგრამებით, ასევე ცენტრალური ხელისუფლება, ამ შემთხვევაში საპარლამენტო, ანუ საკანონმდებლო ინიციატივის დონეზე ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, დარეგულირება და მოწესრიგება. ძალიან დიდი მადლობა ბატონო აკაკი სტუდიაში სტუმრობისთვის, თქვენ დაგემშვიდობებით. ბოლო ბლოკში კი როგორც უკვე გითხარით, ლიბერტი ბანკის დირექტორი ბატონი დავით ვერულაშვილი ჩაგვერთობა. გადაცემას შეყვანით. რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. ჩვენ ისევ დავბრუნდით ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად, როგორც უკვე მოგახსენეთ, სატელეფონო ხაზზე ყავს ბატონი დავით ვერულაშვილი, ლიბერტი ბანკის დირექტორი. მოგესალმებით ბატონო დავით, დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩართვისთვის. ბატონო დავით, დავიწყოთ თემაზე საუბარი. აჭარელი იპოთეკით დაზარალებულებთან საუბრისას, რომლებიც ტურისტული ბიზნესის განვითარების და ხელშეწყობის პროექტის მონაწილეები არიან, რომელსაც თქვენი ბანკი აჭარის მთავრობასთან ერთად ახორციელებს, უამრავ პრობლემაზე საუბრობდნენ. პირველი, რასაც მთავარ პრობლემად მიიჩნევენ, გახლავთ ის, რომ მათი კუთვნილი ქონების შეფასება ხდება გაცილებით ნაკლებ ფასად, ვიდრე მისი რეალური ღირებულებაა და ამის უამრავი მაგალითი მოგვიყვეს, თუნდაც ერთი, რომელიც 1 მილიონ ღირებულების ქონების უზრუნველყოფით ბენეფიციარი ითხოვს 35,000 ამერიკულ დოლარს, მას კი სხვა უძრავი ქონების დამატებაც მოთხოვეს სესხის უზრუნველსაყოფად. რა კომენტარს გააკეთებთ ამის შესახებ? მოდით თქვენ დებათით მე მოკლედ მოყვები ამ პროექტის შესახებ, რომ სულ წარმოქმნაში ეკნას თქვენს უნელს და იპოთეკარებს, რომელიც ამ გადაცემას უსმენენ. კი ბატონო. ეს პროექტი ითვალისწინებდა აჭარის მთავრობის მხრიდან წამოვიდა თხოვნა, ლიბერტი ბანკს ამას არავინ არ ავალებდა, ჩვენ გამოვეხმაურეთ და შეგვიშოვეთ გარკვეული პროექტი, რომელსაც ჩვენი სურვილია დავეხმაროთ აი ეს ხრი და მეორე ხრი ხელშეწყობა უკეთოს ტურისტულ ბიზნესს აჭარის რეგიონში. ის ფაქტი, რომ ამას ცალკე აღებულად კომერციულად არ უყურებს ბანკი, ბევრი მომენტი მიანიშნებს, მათ შორის ისიც, რომ ჩვენ ნებისმიერ დროს აღებული გვაქვს ჩვენი ვალდებული აჭარის მთავრობის წინაშე, რომ ნებისმიერ შეხებებს, რომელიც დაფარავს სხვადასხვა პერიოდში, ამ თანხას ყოველგვარი წინწრების გარეშე მივცემთ ამ იმის დაფარვის საშუალებას, ვალდებულების დაფარვის საშუალებას ჩვენთან. და შეიძლება თვითონ პროექტის მიმდინარეობას ჩვენ არც სესხებლების შეგვირჩევია და არც ტურისტული ბიზნესით დაკავებული ხალხი მივიღეთ სია, რომელსაც მუშაობდა აჭარის მთავრობა და სპეციალური კომისია, ჩვენ ხოლმე აი ამ სიის დამუშავებას და გავლას ვახდენდით. ამ პროექტის დამუშავებას ბანკმა დაიწყო ზუსტად 23 ივნისს, როცა ჩვენ დაახლოებით 4 თანამშრომელი მივავლინეთ საბოლოო ჯამში აჭარის რეგიონში და დასავლელი იყო 198 განაცხადი, რომელიც აი ამ გადმოცემული სიით იყო გათვალისწინებული. დიახ. ამ 198 განაცხადიდან დღის გამარებით 196-თან არის შემდგარი კონტაქტი. დიახ. ეს არის ვერ ხერხდებოდა, იმიტომ რომ ყველა სიჩქარებოდა, ყველა სესხებელი იყო დაინტერესებული, რაც შეიძლება სწრაფად მომხდარიყო მათი თქვათ ბანკთან დაკავშირება, ამიტომ ვერ ხერხდებოდა თქვათ რაღაც გარკვეული ჯგუფის დამუშავების დაწყება, დანარჩენების ლოდინის რეჟიმში. ანუ ჩვენი თანამშრომლები ყველა სესხებელს მაქსიმალურად ხდებოდნენ და პარალელ რეჟიმში უსწრებდათ განაცხადების დამუშავება. ეს ამა განაპირობა გარკვეულწილად, რომ გაცემები ცოტა მოგვიანებით, ანუ ცოტა დადიან. დიახ. ეს რაც შეიძლება დადიანების ნაწილს. რაც შეიძლება დღის გამარებით მე შემიძლია თქვა, რომ 25 სესხია დამტკიცებული. დიახ. და თანხა ზუსტად შემიძლია გითხრათ 1,314,950 ლარი. ორი სესხია უკვე გაცემული. 6 სესხია გასაცემად გამზადებული, არანაირი დამატებითი დოკუმენტაცია არ არის საჭირო. სამი სესხის ხელშეკრულებია გადაგზავნილი კლიენტთან და გადიან და სავარაუდოდ მოაწერენ ამ კვირაში თუ არა მომავალ ისათვის გავიდეს. კიდე ორი არის ხელშეკრულება მზად და გადაუგზავნით კლიენტს. 5 საბუთებია მოსაწესრიგებელი, იმიტომ სხვადასხვა იმასთან, ბანკებთან თუ საკრედიტო ორგანიზაციებთან, მოგხსენებთ, ჩვენ მოლაპარაკებას ვატარებთ, თუ ჩვენ დავაკონტროლოთ მიზნობრივად დამტკიცებული სესხი, მიზნობრივად დავიდეს და დაიფაროს ის ვალდებულება და ამოისურვოს ამათი იპოთეკა. ბატონო დავით. დიახ, გისმენთ დაამთავრეთ თქვენი აზრი. ბევრი ბრალდება გააჭირდა, მე ვთქვი, თქვენი ცნებებით რამოდენიმე იმას გავცემ პასუხს, ხო? ერთი მთავარი მომენტი, რაც შემიძლია თქვა, რომ
შემოსავლის წყაროს დაკონტროლება ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი. თუ ესა თუ ის ცეცხლები არ არის დაკავებული ტურისტული ბიზნესით და მას არ აქვს შემოსავალი, მოგეხსენებათ რა, ჩვენ არა ვართ რაღაც მევახშე, ან ვთქვათ რაღაც ისეთი ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ იპოთეკის დაგირავებით არის დაინტერესებული და მე ამის რეალიზაცია. ეს თვითონ მაქედან გამოყვანას ემსახურებოდა ამ ხალხის ნაწილობრივ. ან ჩვენ აუცილებლად ვამოწმოთ პირველ რიგში შემოსავლის წყაროს. ახლა მოგეხსენებათ აჭარაში წელს ნამდვილად არ ნახულად კარგი სეზონი იყო, ამას დავით ყველა აღიარებს, ხო? შეტანილი თუ ვინმე რამეს ასე საქმიანობდა და შემოსავალი შეიძლება თეორიულად მიიღო, ამ სეზონმა ამის საშუალება ყველას მისცა. ეს ხადვე ბანკს არ გამოყარია და ეს ხადვე ჩვენ გამოვიყენეთ იმისთვის, რომ დაგვესაბუთებინა, თუ მათ ნამდვილად შემოსავალი აქვს და ამას უმეტესად გადახდა შეუძლია. ხო, ეს კრიტერიუმი, რომელიც არის ჩვენ თუ ადამიანს არ აქვს ტურისტულ ბიზნესიდან შემოსავალი, მას აქვს თუ არა პრობლემური ვალდებულება, რაღაც საშუალება არ აქვს, ჩვენ ასეთ ცეცხლებს ვერ დავაფინანსებთ და ვერ დავაფინანსებთ. ხო? მეორე ნაწილია უზრუნველყოფის შეფასება, რომელსაც აუცილებლად შევაფასოთ და მაგას დეტალურად შევეხებთ, იმიტომ რომ რამოდენიმე ბრალდება გააჭრებდა თქვენ მიწერით. დიახ, თუ შეიძლება დეტალურად ვისაუბროთ. დიახ, აუცილებლად ვისაუბროთ დეტალურად. და ამავე დროს მიზნობრიობის კონტროლი, რომელზეც ასე უნდა გავაკონტროლოთ, იმიტომ რომ ბანკი არის ამაზე პასუხისმგებელი, რომ გაკონტროლდეს ის ვალდებულებაზე თუ არის, როდის არის წარმოშობილი, ამათ იპოთეკასთან უნდა მოვილაპარაკოთ, რომ ამ სახის არის შემთხვევაში ნამდვილად განთავისუფლებული იქნება და არ დარჩეს ეს ქონება მაინც დაგირავებული და ასე შემდეგ. აი ხაი დეტალურად გავშერდები უზრუნველყოფის შეფასების ნაწილს. აი რამოდენიმე კონკრეტული შემთხვევა გაჟღერდა და მე მათი გვარებით ვიჩიბოთ, შეგნებოდ არ დავასახელებ რა. იგი კონკრეტულად იყო საუბარი $35,000 ეკვივალენტის მარით რაღაც მოითხოვა მცეცხლებელმა და ის ხავალდა კონკრეტულად რაღაცა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს და თვითონ ცხოვრობს. ან ჩვენი მოთხოვნა იყო ამ შემთხვევაში ჩადებულიყო ის ფაქტი, რომელიც იყო შემოსავლის წყარო, ანუ რომელიც ქონდა გაქირავებული და არ არის რომელშიც ცხოვრობდა. მოგესწრებათ რომ ამ ქონებას თუ ჩვენთან არ დააგირავდა, მას რჩებოდა შანსი რომ ეს ქონება წაიღოს სხვაგან, ხო, ერთის მხრივ და მეორე მხრივ ის შემოსავლის წყარო, რომელიც გაანალიზდა რომელიც შეფასებაც მოხდა, ის მომხდარიყო ჩვენი იპოთეკის ქვეშ, იმიტომ რომ იმ უძრავი ქონების მეშვეობით ხდება პოტენციურად ჩვენი სიცხის დაფარვა. ეს იყო კონკრეტული აი შემთხვევის, ანუ ჩვენ ორივე ქონება არ მოგითხოვეთ, ჩვენ მოგითხოვეთ კონკრეტულად ის ქონება, საიდანაც იმ პიროვნებას გააჩნდა შემოსავალი ტურისტული ბიზნესით. და ბატონო დავით, გაცილებით ნაკლებ ასად შეფასება კვადრატული მეტრის შესახებ ამ ბრალდებაზე რას პასუხებდით? რაც შეეხება იმას, რა შეფასებას, იქიდან ძალიან ბევრი კრიტერიუმია მოგეხსენებათ შეფასება. მაგაში მე პოლემიკაში ვერ შევიდით, რომ კონკრეტული საკითხი უნდა გავიაროთ ამის, აი ყველა ამ 186 კლიენტზე. მე მაქვს ძალიან ვრცელი ცხრილი, ვის რა ქონება გააჩნდა და თქვა რომელ ზონაში და ასე შემდეგ. ბანკი ამ ქონებას აფასებს საბაზრო ღირებულებით და ვთქვათ, ეს არ არის თქვა, იყო თავიდან ესეთი ვალდებულება, რომ თბილისიდან ხდება ამის შეფასება. ნამდვილად არ ხდება თბილისიდან ამის შეფასება, ამაში თვითონ ისინიც იყოფებოდნენ, დარწმუნდებოდნენ, რომ იქაური ქობულეთის შემთხვევაში ქობულეთები იყვნენ ექსპერტები და შეფასებლები და არა თბილისიდან თქვა სურათებიდან ტელეფონით. კიდევ ერთი კითხვა მაქვს. დანარჩენი ბენეფიციარებისთვის სესხის გაცემა როდის დაიწყება, ამაზე თქვენ უკვე გვისაუბრეთ. მეორე შემდეგ კითხვას დაგისვავთ. იმ ადამიანების იყო საუბარი, რომ შეიძლებოდა გარკვეული ბენეფიციარებისთვის სესხის გადახდის დაწყება, ყოველთვიურ პროცენტის გადახდას გულისხმობ, დაწყებულიყო შემდეგი სეზონიდან. შეიძლება თუ არა ეს რომ მოხდეს, რომელი კონკრეტული ჩვენი მიზანი არის ის, რომ ამ ხალხმა გადაიხადოს შეძლო სამსახურება და გადახდა. ჩვენ უკეთეთ ამ და ითვალისწინეთ ეს თავიდანაც გაჟღერდა ხელმოწერის დროს აჭარისთავრობასთან, რომ ეს იქნებოდა სეზონური გრაფიკი მორგებული მათ შემოსავალს. ერთ-ერთი ცეცხლებელი, რომელსაც დამტკიცებული აქვს ცეცხლი და უკვე იცის, რომ ცეცხლი დამტკიცებული აქვს და ის ცეცხლები და ის ორი, რომელიც მიღებული აქვს ცეცხლი, თუ გაესაუბრებით, დაგიდასტურებენ, რომ ეს არის მასთან შეთანხმებით შერჩეული გრაფიკი და ეს გრაფიკი არის ისეთი, რომ ამ ცეცხლებლებმა შეძლონ გადახდა დღეს არსებული შემოსავლებით, რასაც ისინი გასწორ ვიდასტურებენ და გვეთანხმებით. ასევე იქით არის ერთი შეფასება იყო რა ქვია, გაჭრებული რომ თანხები იყო მითითებული ერთიო და იმის მერე გარკვეული პერიოდი გავიდაო და ის რა ქვია, ეს თანხები გაიზარდაო. მე გარკვევით რომ ასეთ
ამ განაცხადის განხილვის დროს ჩვენ იმ თავდაპირველ სიაში მიწებულ თანხას ჩვენ ყურადღება არ ვახდენთ და არ მივიქცევთ. ჩვენ უყურებთ და გამოწმებთ ამ სიცხებლების მიმდინარე ვალდებულებას, რომ მათ შეძლონ ამ ვალდებულებების ასე ვთქვათ გაერთიანება და გაიაფება, გადაფარვა და უკვე აი ამ ერთიან გრაფიკში, რომელსაც ასე ვთქვათ ლიბერტი ბანკი თავაზობს, უკვე მომსახურება ამ ვალდებულებების. ასე რომ ეს სინამდვილედ არ შეესაბამება ჩვენ იმ პირველ სიაში მიწებულ თანხებს ყურადღებას არ ვახდენთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით ჩართვისთვის და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ. მე ვარ სოფიო ბეროშვილი, გვისმინეთ ხუთშაბათობით რადიო კომერსანტის ეთერში გემშვიდობებით. რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას